დილით ქუჩაში გავედი. აი. მე დავინახე ომარი. ბიჭებო, ერთად შევიკრათ, რადგან ჩვენ დავართ კომაგი. აი, ომარი, კომაგი არ ვიცი, მის ეს ცოტა ურიკინებს, რო იცოდე რა. ჩვენი ამიგოები, კომაგი, დღეს ძალიან დიდი გემრიელობები მოვა. იცო, გეთქვა დაგიწერდი ლექს, შეჩემა. არა, მე ამბიცია მაქვს, რომ შენზე კაი პოეტი ვარ და მაგ. სიხარული გვაქვს ორმაგი, ჩვენთან მოვიდა კომაგი. არა, შენ შექსპირი ხარ. მოგრედ გაგიმარჯვოთ ხედავ, შენ შექსპირი ხარ. ამ უნიჭო პოეტის შესავლისთვის შენ ხო გალაქტიონი ხარ. შენთან შედარებით ვარ ნამდვილად. ლაილაის მაყურებელს ვიესალმებით, დიდი მადლობა წინა გადაცემების ყურებისთვის, გამოხმაურებისთვის და გამომწერები კაია და გამომწერებიც გვემატება ნენელა და ჩვენ სანუკვარ ციფრამდე გვაკლია კიდევ რა 50000-ზე რომ მივალთ. მერე ეხლა პირდაპირ გეტყვით გიორგი მამარდაშვილის ხელთათმანები კარგად ჩასმული ჩარჩოში მაგას დავდრებთ ეხლა რა ფოტოც არის და 50000-ზე ამას გავათამაშებთ. რა ფორმით და როგორ ამაზე თავზე ვისაუბროთ. ეხლა ბიხიჭას მაისურიც მინდოდა, მაგრამ არ არის მამა მუზეუმებში მაისური. მე მეგონა ამბობდი რომ მე მაქვს. არა მაქო რა. არა ბიჭი, მე მაქვს თითქმის ყველა მაგარი ფეხბურთელის წინააღმდეგ ნათამაშები. ყველა მაიკები მაქვს. სახში ხო, და ნახე დაზე ნახე და ჯაიჩისაც აღმოაჩინე ახლა. ხო, ჯაიჩის, მაგრამ ბესტის ნახე როგორია. ბესტის ნაღდი რო ეცვა, მაგრამ ის არის მუზეუმში. მიგი მუზეუმში ქუთაისში. ხო, მაგრამ შენია მაინც და ეხლა მუზეუმში. ხო, მაგრამ შეხედეთ მეორე მაიკა ნახე. მე რო ვითამაშეთ მეორე თამაში, ბესტი არ ჩამევიდა. შეეშინდა. ხო და ორი ნომერი მაქვს მეორე ესე იგი გავცვალეთ ორი ნომერი. მოგრეთ აი შესავლის მერე გეტყვით კი ისიც ისედაც, მაგრამ რევოს დოძვაშვილია დღეს ლაივში. და ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით რა. ჩვენ ვიმყოფებით კოსტავა 77-ში, ბილისის ირლანდიურ პაბში, უცვლელი ლოკაციაა ჩვენი და ნოდარი წარმოგიდგენთ სიამოვნებით. მე ხო წარმოადგინე და კიდევ დიდი სიამოვნებით ქართულ ფეხბურთს, ქართულ სპორტს მით უმეტეს კომაგობა ჭირდება და აი უგემრიელესი მე ჩემპიონთა ლიგის თასს ვეძახი და მოვა ცოტა ხანში მოხარშული და ოდნავ ცხარი. მოგლეთ რებატორეზო, დიდი მადლობა. მე ვიხიჩით მოგმართავ, მოდიში ბიჩეული ვარ, რა გავაკეთო ეხლა? კი ბატონო, არველაძებან დამატკი. მიხიჩა, მიხაილოვიჩი მაინც. არა, უფრო ჩქარა ვიძახო, მიხიჩი. მიხაილოვიჩი. მერე მაგარი გლიჩკა რა გიქნა. ისე, მოდი აი კარგად დაიწყეთ რა როგორც ყოველთვის. აი არველაძეები ახსენეთ და ერთ-ერთი ისეთი მაგარი საღადაო ისტორია აქვს მოყოლილი და კი მინდა რომ თქვენ არა, მაგაზე იტყვის სადა. მინდა რომ თქვენ დაადასტუროთ. როდესაც გასული თამაში ქონდაო, მივდიოდით ავტობუსთო, შემადგენლობას წინადგითო. ბაზაზე კი არ გვეუბნებოდა, ავტობუსში გვეუბნებოდა, რომ უკან წასასვლელი გზა აღარ ქონოდა. არა, რა ვშოვდით, იცი, კაი ადგილზე ჩერდებოდით მაშინ, ერევალზე. სადაც კაი ადგილი იყო. აი და იქ შევყადა და უკვე უსტანუკას ვაკეთებდით წვანეში, სიმწვანეში და უკვე თავისებური ისა. კარგად გვახსოვს, ავტობუსს ვიდიოთ ხოლმე. ხო, ავტობუსში რო შემადგენლობა აბაკოთაის თვითმფრინავი რო არ გაქცეული ხო, ხო არცა? ხო, და არა, პრინციპში მაგერა არის, მაგპლია და ხამის 4 საათამდე თამაშობდით იმაში, ბაზაზე კალათბურთის თამაშს მოედანს, იმაში. რას? ფეხბურთს ბიჭო, ორი გოლი უნდა გენახა, უკლავდნენ ერთმანეთი არველაძეები, ურტყამდნენ ერთმანეთს. აი ერთხელ რეზომ გაარტყა იმა უთხრა, ჟიჟობაძე მაგას ურტყამ, მაგითაა რო თამაშობ, მაგრამ ის გაარტყა შოთანს? ხო, შოთანს გაარტყა, ხა, უფროსი ძმა იყო და ტყუპებს ხო იცი და ეგ გამტანი ხო გინდოდა? ხო, არა, ეს მაინც იმაშობოდა, მაინც უფროსი ძმა იყო და ისინიც მაგარი არა, პატივცემდნენ, არა. ხო, ვიცით მაგათი ამბები. მაგარი სამეულები იყო. და ნერვიულობდა ხო ყველა ეხლა რომ ავტობუსში რო იმას ეუბნები, რა ქვია, შემადგენლობას. არა, ავტობუსიდან ჩამომყავდა კაცო და დავაჯენდი. რა მშვენიერ ჩამოყავს ყეშკო არ გაიქცეოდა ეხლა, თბილისში არ გაეუბნებოდა. არა, რატო იცი, მაინც რა იცი, მაინც რატომღაც ამ ხეებს და ტყეს და სიმწვანეს, რა იცი, თავისი დაწყნარებული იმას ნერვებს იმაშობა გაძლევს. რა მიხეი მე დილით ვაგესპარში ვარ, ხალხი არის ხეებს ეხუტებიან. ო, ამიტომ შეწყნარებს ეტყვი. მე აწყნარებს ეხა ამათ ხეუშველი დამათ.
ბიჭო, არა ესე ხეების ჩახუტებას ცოლ შეეხუტოს, არჯობია? ეს ცოლი კიდე ცალკე თემა არის, ეხა შენ არა, გამე კი, მაგრამ მოყვანა, როიცახდი ვერიმან მოიყვანოს. ეგ ნამდვილად უთხარი, ხო? არჯობია რეჟიმ მოიყვანოს. დუშნის ცოლი კარიერაში. არა, მომწინე ახლა რა არის ეს საქმე. ცოლი გიშლის ხელს კი არა, ცოლი კი არ გიშლის ხელს. ცოლს ყავს ცოლის და ცოლის ძმა, მერე სიდედრი, სიმამრი, გაიგე? ხო და ყურადღება და ვიღაცა უეჭველია, ანავათ ან უჭირს, ან უხილს, გაიგე და უფრო მეტი სირბილში ხარ, გაიგე? ანუ იდეალური ფეხბურთელი შენთვის არის არ ცოლი, არ ძმა, არ და მარტო ფეხბურთელი. არა, ნუ ეხ ჩემთვის კი არ არის, თავისთვისე, ისა. რო თამაშობდი შენ? ბიჭო, მე რო ვთამაშობდი, ხო, ეხა მე პრინციპში ცოლი რამდენი წელი მოიყვანე თქვენ? მე მივიყვანე პირველი ცოლი, ხო გადამეცვალა, ქუთაისში და ხო, მაგრამ ადრე მოიყვანეთ, ხო? ხო, და 19 წლის და მე მივიყვანე, ხო, მაგრამ ეხა რა იყო, იცი, მე მაინც თბილისის დინამოში შეხედე ჩემი ყველაზე მეტი გამართლებული ნაბიჯი იყო თბილისის დინამო მომიყვანა მე დუბლებში იაკუშინის დროს. გაიგე, რატო იცი, ცენტრფორვარდი ვიყავი ქუთაისიდან სპარტაკიადაზე ძირითად შემადგენლობაში, ცენტრფორვარდი. ნაკრებში. ამიყვანეს. და აი ამ ნაკრებში რო ამიყვანეს, გაიგე, იყო ეგეთი ვარიანტი, შეხედე, რომ ერთ მომენტში ქუთაისის ტორპედოსთან თამაშობდა CSKA. CSKA თამაშებოდა და მე ამ დროს ნაკრებში ვიყავი, აქეთ ბურთების მომწოდებელი და ესე რო ვიყავით და სკოლის პერიოდია. ხო და მე დამიძახეს უკვე სპარტაკიადაზე მივდივარ. ამ დროს იქ იყო ერთ-ერთი უძლიერესი მწვრთნელი. გაიგე, იმ პერიოდის ახლა იაკუშინებთან, კაჩალინთან იყო მასლოვი, ხო? და არკადიევი იყო CSKA-ს ტრენერი და ბიჭო, მამაჩემი მივიდა, გაიგე, ქუთაისში რო ჩამევიდა და უთხრა რომეო, ასეო, ჩემი ბიჭო, კარგად თამაშობსო. მამაჩემი ფეხბურთს თამაშობდა თვითონ. კარგად თამაშობსო და ბიჭო, რა არის, ვიციო? ეხლაო შეიძლება მოსკოვში ყავდა ნათესაები და მოსკოვში შეიძლება წამევიდესო და ხوارგასინჯაო. არა და სახშია სუფრაზე და ხოიცი თამები იყო მიხი? არა, თამი არა. თამი ფულს კი არ უძახი, აი სუფრა კანი არა, სუფრაზე რუსები თუ დაპაიჯებდი უეჭველი მოდიოდი. ხო, უეჭველი. არა, იყო იქ და მაგალითად კაჩალინს რა ქონდა, იცი, ყველა ფეხბურთელის ოჯახში შედიოდა. გაიგე და იმ დალევაში და იმაში და ამ სუფრაზე ჯერ მარტო ფსიქოლოგიურად ასაკეთებდა, იცი, რომ იცნობდა ოჯახი ვინა, როგორი გაზდილია, ხო და ეს ერთ ფსიქოლოგი ყოფილა. ეგ არის მე. ხო, მაგრამ რა იყო, იცი, იაკუშინი ჯობდა უკვე პროფესიონალიზმით. რათი, იცი, რომ ფეხბურთი დაცვა, თავდასხმა, ნახევარდაცვა, ტაქტიკა ესენი უფრო კარგად. ერთად იყვნენ, მაგენი სულ. რატო? ესე იგი, იაკუშინს არ ნიშნავდნენ მარტო იმიტომ, რომ დალევა უყვარდა. და იყო ხანდახან ზაპოიშიც ვარდებოდა. და ამიტომ კაჩალინს ნიშნავდნენ და ამას გვერდში უყენებდნენ. მე დაყიფარო ვიყავ. ხო, ნაკრებში. ხო, ნაკრებში. ხო, ასე და შეხედე კაჩალინი იყო უაღრესად, ესე იგი, დისციპლინიანი კაცი. და ამას ჰქონდა, იგი რო იტყოდა, თვალი იყო თუ რაღაცა იყო, თვალის მერე რომ მევიდოდა ჩვენთან იმნაირ რაღაცებს შემეიტანდა სიახლეს რომ ჩვენ ვიყავი დალიოს ამაზე. აი ბატონო რესო, ნაკრების თემა შეეხეთ აუცილებლად აი 90-იანებში გადმოვიდეთ ახლა თქვენ და აგერ დავით ყიფიანი რო იყავით ნაკრებში. აი იმ თაობასთან იმ პერიოდში თქვა თავარი ბრძოლა აი რაზე ქონდათ ფეხბურთელების მოსარჯულებლად თუ გიწევდათ ესეთი პრობლემები თუ იყო. ჩვენ ანალიზი გავაკეთოთ საერთოდ ფეხბურთელებზე. აი ფეხბურთელებზე და მწვრთნელებზე. ანალიზი ეს უნდა გაკეთდეს. ხო სწორია რა? გაიგე, აი საიდან აი ფეხბურთელები ახლა მოდი გავჩერდეთ ერთ რამეზე, ჩემპიონატის პერიოდი
წარმოედგინე, მაინც ჩემპიონატის პერიოდი 70 წელი, 75 წელი, ხო? ორი სოფლიო პირველობა, 6 კაცი ვიყავით სულ ნაკრებში. მე არ გაგვიშვენ ჩილში. თუ არა, იქაც მივდიოდი. ხო და ეხა რა იყო იცი ბიჭო? ამ ნაკრებში ყოველთვის 6 კაცი როცა ხარ, ესე იგი თბილისის დინამოდან 6 კაცი და 5 კაცი, ეხლა ეკავარაშვილი იყო, 5 კაცი რომ მიდიოდა, წარმოედგინე რომ ამხელა სახელმწიფო 15 იგი სახელმწიფოში რომ აგიყვანებე და ესე 5 კაცი, 6 კაცი ყავდა. მე ხო იყო მიხეჭი, მარტო ჩვენ და დინამო კიევი და დასაევი იყო. დანარჩენი ყველა დინამო კიევი და ჩვენ ვიყავით. ხო და ახლა არა რასო ამბობ იცი ახლა მაგ ერთი რამეს აქვს მნიშვნელობა რომ შენ გინდა თუ არა დიმა გიბრძანებ მოიტანოს ხო ამას არა რავალი საგოლე პასი მევიდა შეგენათ ეს არის აქ არის ზუსტად 11 წლის 20-ია და 4-4-2-ია 4-4-2-ია კარში ნოდარა მოიცა იქნება არ უნდა 4-4-2 მე ესე ვიძახი მაგაზე გვაკითხა მე დაგისვა კითხვა იქნება არ მოგერიდოს მიხით აქ ესე თემა აბულესავთ ხოლმე მაგრამ ნოდარ აჯან მე კარე შეჭამე კი ბატონო მე კარე რატარი მევა ხო და ამიტომ რა ჩვენ ხომაგი ჩვენ მაინც ბედნიერი ხალხი ვართ იმითი რომ აი პლიადები ხო მოდიოდა ევიღოთ მოდი პლიადა ჯერეპორი იმისი ბორია პაიჭაძის ევიღოთ ეს პლიადა ბორია პაიჭაძე იქ მე ღოღობერიძე კივიჩოხელი აი ესე იგი პლიადები ეხლა მე ახლა ევიღოთ ჩვენ აი 70 წელი ხო მანამდე შეხედე მიშა მესხი სლავა მეტრეველი შოთა იამანიძე კივიჩოხელი წარმოიდგინე და ზაურა კალუევი თავით და ნუ ესე იგი ვარიანტი როგორი იყო იცი აი შენ რომ თბილისის დინამოში მოხვედრილიყავი მაგერი უნდა ამეგეგდო ესე იგი რავალი ამოსაგდები გულენცით მაგარი კონკურენცია იყო არა ესე იგი თუ მაგას ამოაგდებდი ახლა თავისი უკვე როგორც ვეტერანი კაცი და უკვე რო არის მივიდა 32-35 წლამდე და ის მოდის და შენ შედიხარ მაგრამ შენ ხო იმ გინდა დუბლებში ხარ თუ სადღაც ახარ და ფიქრობ რომ მე თბილისის დინამოში უნდა მოხვდე და ვითამაშო ესე იგი მე ბორიასი ჭინავა უნდა ამემეგდო იმიდან როგორც ხო აიგე ამაზე თქო და გურავა ცხოვრებოვი მარცხნივ ან მარჯვნივ ქუთაისში არა ამოგეგდო რა ხა ასაკის უფრო პატარა იყავით თქვენ ხო და მიტყო მაგას გეუნე არა ესე იგი ისინი რო წავი მიდიან და მე ჩვენი პლიადა შემოდის მე ჩვენი პლიადამაც ესე იგი რავალია აქ მერე ძოძვაშვილის ამოგდება მერე იქ ახი ასათიანის ამოგდება კაიგე იქ ნუ ესე იგი თვითეული ფეხბურთელი თბილისის დინამოში იყო ერთმანეთზე უკეთესები ამიტომ ამოსაგდები ვარიანტის მაგალითი იყო რომ შენ უნდა ბევრი გევარჯიშა და უნდა ყოფილიყავი მართლა ღირსი ამის. და აი მე თქვენ რომ წვრთნელი გახდით და აი ამ თაობასთან დაიწყეთ მუშაობა თქვენ არ აღმოაჩინეთ მთელი ეს შემადგენლობა ეს ბიჭები ხო? რატო ამოვარჩიე? იცი, იმიტომ რომ მე გამევიარე, ეხლა თქვენ უნდა წარმოვიდგინოთ, მე გამევიარე პირველ რიგში ანდრო ჟორდანიას სკოლა. ეს ამხელა სკოლა იყო, იცი? პირველად რო ჩამევიდა ჩვენ და ქუთაისში. გაიგე და პირველად კამარა ჩამოვიდა და იცით ფეხბურთი კარგად რითი უნდა ითამაშოთ ასე კრებაზე რითი უნდა ითამაშოთ კარგად ხო და ახლა დავწვიდეთ ყურები ასე თქვით უნდა იცოდეთ კაი დაცვა და მერე კაი თავდასხმა მეორე კიდე რა უნდა იცოდეთ ხო კაი თავდასხმა და კაი დაცვა გაიგე მეორე დაცვა სადა არა ნუ ეხა თავდასხმაში და დაცვაში ყველაფერია მაგრამ თან გოდიში მიხით ნავარჯიშები თან წარმოედგინე მას შემოსული იყო ტაქტიკა 4-4-2 4-4-2 ბრაზილიის ტაქტიკა 4-4-2 4-2-4-იც გაიგე და ამას ისეთი
თეორიული მაცადინობებით იმაშობოდნენ, გვიხსნიდა, რომ მე სოფლიო იმაზე რომ მივდიოდით, ყველაფერი თვალწინ და ყველაფერი ვიცოდით. ჩვენ ერთი ყველაზე დიდი სიძლიერე ეს ქონდა, რომ ქართულ ფეხბურთში თუ გინდა ბავშვებში, თუ გინდა ახალგაზრდებში, თუ გინდა ახლა ბეკლაში, იმაში, ბიჭო, კაი სკოლა შექმნა, არ ვიცი, ალბათ სტალინმა და ბერიამ აქეთ რო უშოვდნენ ამ იაკუშინებს, კაჩალინებს. არა, ხო, იაკუშინები, კაჩალინები და რა ვიცი, თუ კი ვინმე კაი მცველი იყო რუსეთში კი და აქეთ უშოვდნენ და იყო ერთი მეორეში გაცვლა, გამოცვლა, საუბარი, სულ. კი ბატონო რეზო. სულ კაი ფეხბურთი იყო. მოკლედ, ერთი რამე თქვათ რა, რომ ეგ იყო სისტემა უშველებელი ქვეყნის. ხო, ალბათ. 15 რესპუბლიკის გუნდები წარმოიდგინე ხა და ესეთ თემა იყო რა. ბატონო რეზო, ეხა აი ეს 90-იანებში აი ეს დისციპლინური დარღვევები ხო იყო ხოლმე ძალიან ხშირად ეხა ფეხბურთელებში არის ხო აი კლუბებში ნაკრებებში რა არის ახლა იცი ეხა არა დისციპლინური როგორი იყო აი მითხარი რა საწყდებოდით რომ მეორე თარქნა ფეხბურთელს რო არა არის ახლა იცი შეხედება ეგ ეთქვით ერთრამეს რომ მაგის პასუხი აი ხემანდელი დღესაც შემიძლია გითხრა სამკაცზე გინდა კვარაცხელია გინდა იამალი აი ვასკლაებს და რა კუთხით ამბობთ აბა მესამე თქვას ბიჭო ხო ნუ არა ვასკლაები მაგდონის ვასკლაები ხო ბიჭო შეხედე შემოვარდნენ როგორც ვასკლაები შემოვიდა როგორც ვასკლაები და თამაშობდნენ და ყვარას თამაში იყო რაღაცა სასწაული მიშას ლავასი როგორც მაგემა დაიწყენ აი ეგ ვარიანტია ხო მაგრებმა ეს იამალი გამოჩნდა მერე და იმანაც მაგარი იმას კრა აი თან შეხედე იამალის თამაში რათინა გასაკვირვი მემარცხენე თამაშობს მარჯვენა მხარეს და ჩათვალე რომ მარჯვენა მხარეს თამაშობდა როგორც სლავომეტროველი გაიგე მაგრამ მარჯვნივ კი არ გადის სულ მარცხენა მხარე ფეხი ყველა მიწის და მაინც აკეთებს ხო მაგრამ შეხედე რა ხდება ბიჭო ესე იგი 10 თამაში 20 თამაში აჩვინეს კაი 21 22 25 ჩავარდა ეგ ხო ისედაც ხო იმიტომ რომ წავიდა 5 ფერარი იყიდა всё ესე იგი პასუხი თქვი გაიგე იმიტომ რომ მე ახლა გეტყვი მაგალითად მე ნაკრებში რომ თამაშობდი თბილისის დინამოში რომ თამაშობდი მანქანა რომ ყავდა გვერდში მიჯდა ძღოლი გოლგათუ ჟიგული მაგრამ ზმაკაცი მიჯდა რატო ფეხები რო არ დამხლოდა გაიგე შეხედე იმიტომ რომ დაღლილი ფეხებით რომ მოხვიდოდი ვარჯიშზე უკვე ის არის ხეთში იმიტომ რომ მაშინ მექანიკები იყო და ეხა ავტომატიკები აღარ ეღლებათ ფეხები მასე შეიძლება მაგრამ მაინც ნერვიულო ბიჭო ახლა არ მინდა ეხა ვარიწერია ყველას არ მინდა გახსენება რამდენი ფეხბურთელი დაემართა ავარია და არა ბატონო მაგაზე არ გვინდა ისო 22 და 23 რო ამბობ ეხა ეგ ხო მარტო იმის ბრალიც არ არის ეხა რაღაცა მანქანა ესა რაც დიმამ თქვა თუნდაც ფერარები და ეხა აღმასვლას ხო მოსდევს ხოლმე ქვემოთ ცოტა ჩავარდნა ბიჭო მე ახლა აგიხსნი ძმაო სულ დონეზე არა მე ჩემ თავზე გეტყვი ძმაო მე ჩემ თავზე გეტყვი ახლა მე მაგალითად 6 წელი საბჭოთა კავშირის ნაკრებში და თბილისის დინამოში შეუცვლელად ვითამაშე გაიგე რატო 8 წელი დინამოში 8 წელი ხო არა მაგრამ 6 წელი ნაკრები ერთად მაგრამ ხა წარმოიდგინე აი ამ ხელა პატარა შეცდომას დინამო არ გაპატიებდა ამ ხელა პატარა ნაკრები არ გამო მაგრამ შეხედე რომ მივიდოდით იანვრიდან ხო იწყებოდა თებერვალში იქნებოდა ვარჯიშები ესე იგი თებერვლიდან მეორე სეზონის დამთავრებამდე სულ დისციპლინის ქვეშ ვიყავი ვარჯიში დასვენება აღდგენა თან მაშინ ეხლა ესეთი პირობები ეხლა რო არის არისო ხო მაგრამ შენ ხო ცივწყალში გადაავდით ხო მაგრამ შეხედე მე იმდენად გევიარე უკვე ის რო ვიტყვი ანდრე ჟორდანიას სკოლა ქუთაისში გაიგე დუბლებში და იაკუშინის სკოლა აქ დუბლებში მიგე რაღაც უნდა კითხო რა გეწევი რა ეხლა რო შევდივართ ნახულობთ ხოლმე რომ აი 200 მილიონი 150 მილიონი ხელფასი რამდენი ქონდა დინამოში რამდენი მანეთი არა მითხარი რამდენი ქონდა და ეხლა ბიჭო რა არის მაინტერესებს უბრალოდ ნუ ეხლა რა ხდება იცი მომიგდეს ყველაფერი დაჟეს პასობნი ვიყავი დუფულოდ გვეთამაშა
ოღონდ დინამოში გვეთამაშა და იქ კი, მაგრამ რამდენი 300 მანეთი იყო, 500 მანეთი იყო, ხანდახან ქუთაისში გაგვაფორმეს კიდე რაღაცა, მაგრამ თბილისის დინამოში როგორც ისინი დინამო პაგონებით და ასე იყო, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ჩვენზე მეტი ფული ხანდახან პირველი ლიგას ჰქონდა. თუ გინდა ლანჩხუთს, თუ გინდა სოხუმს, თუ გინდა ის მოდაში იყავით. ხო, არა. ჩვენი მოდაში ვიყავით კი არა. აი მანქანა რო გაგვაჩერებდა ინსპექტორი და რო აჩვენებდი ციგნაკ და წაი ბიჭებო, არა. მოდეს ციგნაკი იყო. ხო, არა, ესო იყო ძოძუაშვილი რო ანახებდა. მაგრამ აი რა იყო იცი? ძმაკაცი დაგვიჭირეს. აჰა. გაიგე? თან ძველ ბიჭობაზე, ხურდობაზე, თვაზე ქურდობაზეც. ხო, ხო. და მივიდოდი და ვეთყოდი ბიჭო, იმაში გამოვიშოვდე. ჭრიდა ესე იგი მაშინ. ჭრიდა, ხო, ახლა ნუ იქ გასაგები ჭრიდა. არა, ესე იგი, ოღონდ თქვენ ითამაშეთ ბიჭებო, გაიგე, ოღონდ თქვენ ითამაშეთ და ხო და ეს გიხარდა, შინაგანად გიხარია, რა რა პატევის. ჩემთან გაზდილი ბავშვები და იჭირავენ და რაღაც უნდა კითხო. მართლა უცხოელად გეკითხები რა. ეხა ხო, ასაკშვენ ნორმალად თქვენ ქალიშვილები არა ვართ გასათხოვები და თქვენ გახდით 15-ში წინა წლის 80 წლის. კი ბატონო, ახლა ხო და აი გაფიცე ყველაფერს როგორ ახერხებ რო ეს ხარ რა. ხო და რას გეუბნები? არა, როგორ ვახერხებ, იცი? აი რო გითხარი. შეისვენე ცოტა შენ. არა, რო გითხარით, რომ ესე იგი, აი თებერვლიდან მეორე იანვრამდე რო სულ სპორტიულ რეჟიმში რო ვიყავი და ჩემ თავს, გაიგე, არაზედმეტი დალევა, არაზედმეტი გულიანკა, არაზედმეტი არა, ცოტა. ნუ ცოტა კი და ღვინო ორი ჭიქა. სამ მეტი არა, ნებისმიერ პურმალინზე. სამ ჭიქაზე. კონიაკიც პატარა. ნუ ესე იგი, იმდენად შეშინებული ვიყავი, გაიგე, დაზე წყალსაც აშვამდით. აჰა. ამასაც გეუბნებოდი. არ შეიძლება ბევრი წყალი. ეხა ძველი ის არის, ეხა წყალი. არა, ჩემ პერიოდში მაგას გეუბნებოდი. წყალზე რატო? ნუ ეხა რა იყო, იცი ბიჭო? ეხა პირიქით არის, ეხლა პირიქით არის, მაგრამ მაინც ხო ხედავ როსვამერ გამეისმენა ასხამენ. კი, ბიჭო, რა იყო, იცი, შენ კი ამას იმაშობოდენ, გიშლიდენ, მაგრამ იმ ზღვარზე, იმაზე მეტი რო არ დეგელია, იქომამდე მაინც ვამბი. ესე ხოძე იმიტომ ხარ ეხა 80 წლის? ბიჭო, ეთყობა. ღმერთმა ჯანმრთელობა. რა ვიცი მიხით, არ დავასახელებ, არა, დაასახელებ. არა, ვისაც დაასახელებ. ადამიანებიან. არა, ვისაც დაასახელებ. გაიგე, ვისაც დაასახელებ, უეჭველი უყავს დალევა. რა თქმა უნდა რა. არა ხოლო დალევა მიხით, ჩანას. დალევა პურმალინი და ყიყოფნა. ბატონო რესო. ეგ ყველას უყვარს. აი, არა კეთილში. ბატონო რესო. ვაიმე დედა, არა, იმდენად მივაჩვინე ჩემი ორგანიზმი, გაიგე, არა დალევას, ბევრი ჩამაგარი ფელი ვინ არის ხა თქვენ აი ვეტერანი თქვენ თაობაში. აი თუ გინდა იქეთ თქვენ მოთა ჩავიდეთ ცოტა აი ცოტა თქვენ წინა თაობაში. აი ყველაზე მაგარი სველი, აი რო არა, მაგალითად, აი გურამა ცხოვრებოვი. ხანდახან თამაშის შემდეგ. რა შემოდა, იცი? ისე დალევდა, რომ სამალიოჩო დამждებოდი ფეხებზე ვიცი. ყველაფერს გებიცები. ხო, მაგრამ თამაშობდა. რა, ფეხებზე ვიცი, აი ეგ პროფესიონალიზმია, მიხის. არა, ბიჭო, ხალხი წინგიზედა და თავზე ადებდა ფეხს, კაცო, ხო? აროცელია, რა ვიცი მე? არა, ჩვენ იმაშობოით. არ გიდა, ბიჭო, ჩავაწევებია. ყველაზე ძალიან მაგრა დავთვალ, ხარ? არა, უკაცო. აი ორიგინალია ვიღაცებისთვის, თქვენი არა, რეზოვა ძოძუაშვილი თქვენი. არა. განა დიმა. საგურამოში ტანზე გახტილი დარბოდი საგურამოში. რატო იცი? მე ხო შუბლი მეჭირა. გეუბნები, მე ხო კაი ფეხბურთი ვითამაშე. არა, კაი ფეხბურთი ვითამაშე საიდან, იცი? ესე იგი, შეხედა პირველად თბილისის დინამოს დუბლებში რო გამიყვანეს. ერთი წელი გამჩერდი და იქიდან გევიკეცი ქუთაისის ტორპედოში. გევიკეცი არ მინდა თქო, მე ვუთხარ, მივედი იაკუში და რავალია, იაკუშის რო ეთქვი, არ მინდა თბილისის დინამო და იქ ძირითადში მათამაშები. თბილისის ბილეთი არ მიჯე. არა, შეხედე რატო ვუთხარ, იცი? ქუთაისის ტორპედოში გადმოვიდა ძირითადში გათამაშებთო. და დუბლებში ვარ ერთი წელი ნათამაშები ფეხბურთის გაგებაში გევიკე იაკუშინის რაზმორებზე და ვარჯიშებზე. ხო და ასე მგონია, იაკუშინია ყველგან.
აი ჩავარდი და იმან გაგიჟდა იაკუშინო დავაი ასაბაძე უთხრეს და გამიშვეს ჩავარდი ახლა ქუთაისში მეუბნება ძირთაჩი გათამაშებ მე იქ მევიდა ანდრო ჟორდანია რაც მათამაშებდა ანდრო ჟორდანია თო შემხედავდა უკვე რო ხარ კარგად ხო იმაში გათამაშებდა აი და ანდრე დიმიტრიევიჩი მოუთხარ მე ასე მითხრას რომ კან ძირთას გათამაშებ დიაოლ მითხრა მე ვიცი როდის უნდა გათამაშო აი ხო და მე გული მომივიდა იქიდან არ წავედი რატო წავედი ახლა შეხედე არა ბიჭო უცოდინარი გაიგე გოიმი ახლა მინდა ქუთაისელი ბალახნელი კი ვიყავ რა გოიმი უკვე გაიგე ხო და ახლა წამოვედი ქუთაისიდან და რატო ესე იგი ოდესაში იყო ორი გუნდი და იქ უეჭველი ერთი ამიყვანს თქვა იქაც ასე მგონია ძირითადად ჩვენომოც და ცედეკა ხო აიქან მე ერთი უეჭველი მაყვა ძირითადად თქვა წავედი იმან და თან უკრაინაში ნაშები რამე ხო და ბიჭო არა ეგ შენ ხარ ეგეთი არა გარყვნილია გაანებეთ რა იმას არა ბიჭო არა მომშინე ეხლა იქიდან მე ოდესაში ვინ გათამაშებდა ვოინოვიმები და ვიღაცები მევიდნენ მე რომელ წელს ხვდები ხა ვეღარ გავიგე რამდენი წელი ითამაშე 62-დან 64 65 ანუ მანამ თებნაში იყავი ესე იგი სანამ ხო არა გაგდება გასულა და ახალი ძებნა და ბიჭო აი რო ვიყავი გაიგე სულ 24 საათი ტვინში მქონდა ერთი რამე რა ვქენი ეგ თბილისის დინამოდან აფო წამოვედი კი არა ეგ იყო მთავარი დინამოდან არა თბილისის დინამოდან არა იაკუშინი და რავა წამოვედი სპეციალისტი აი უკვე ვიგძენი გაიგე რომ ხომ ეგ ხარ სწორი იყო თქვა კაცი გეუბნება მე ვიცი როდის გათამაშე კაცმა რო არა ბიჭო ნუ ეხა ეს ემოცია რა უფლება გაქვს სად მიდიხარ ეჭემა რა გააკეთე ვიყავი დუბლების არა მაგრამ შეხედე იმიტომაც მაგრამ შეხედე ახლა აგისნი მე ადესაში რო წავედი ადესაში ესე იგი მეძინა დარბაში აი ასეთი ლოგინებს აი ასე იმიტომ რომ იქ არ მოგცეს OCGT არა ბიჭო იქ იყო მოსამზადებელი პერიოდი და მოსამზადებელი პერიოდზე წასული იყო და რო ჩამოვარ იქიდან რეზოლო დამტებია ვოინო იყავი არა გუნდი წასული არა ბ-კლასის გუნდში დამტოვენ სავარჯიშად ხო და იმგერმა დარბაში მე უთხარი დარბაში ეგერ დაიძინება ხო დარბაში ვეძინა და დარბაში ღამის 3 საათამდე ვარ საჭმელს გაწმენდე საჭმელს კი საჭმელს ვაჭრობ ხო მაგრამ იქ ბ-კლასის ხო მე ახლა ამას ყოფი გაიგე ამა ძიმესა გაგავლილი მე ხო მაგას გეუბნები რომ რატო იყო მე რომ ვაფასებდი იმ კაის მე თელი ჩემი ცხოვრება ფიქრობდი რომ გაიგე ერთი იაკუშინთან კიდე დამაბრუნა აი მე ანდრე დიმიტრიშთან დამაბრუნა ენა ჩაიდეს გულში მაქსველებმა რო წახვედი აი გულსფედად მიხარ ბიჭო არა ბიჭო მე მაშინ დუბლერი ვიყავ არა გავიგე ადამიანმა ეხა იაკუშის რო ეუბნები უართა მიდიხარ იმა ხო შეიძლება ენა ჩაიდეს ბიჭო არა ნუ ეხა როგორი ვარიანტი იყო იცი უკვე მე იქ დუბლში ვთამაშობდი დუბლის ფეხბურთელი ვიყავი და დუბლში უკვე ძირითადში მათამაშებდნენ მაგრამ ეს მე მგონი დავშეულია ეს ხო დაასინჯეგა ცერცალი ეხა მაგრამ მე ამას რატო ყოფი იცი რომ იმდენად გავჭირება ვნახე ამ ჩემ იმაში რაღაცა ძებნაში იმაში ხო და მაგას გეუბნები რომ მე მივხვდი რომ თუ გინდა ფეხბურთი ითამაშო დისციპლინა და ვარჯიში რისი მაგალითიც გვაქვს თანამედროვე ფეხბურთში ორი განსაკუთრებული აი მე მაგალითად როგორი ხო არა გინდა მესი გინდა რონალდო საფრანგეთის ნაკრების 11 ნომერი ესე იგი მესი მაინც მე მგონი მარჯვენათი ვერავს თავს ვერ ურტყავს რავი ხო ეგრეა ბიჭო თქვენ რო თქვით გადაცემაში იმას ხსენებთ ხო ბატონო მესი არა აი მართლა ხო მაგარი იყო ეგ ყველა მოიარა ყველა ისა გურთაზე თქვენ ლაპარაკობთ გურთაზე იძახის მარჯვენას ურტყავს თქვენ ვერა თავს ურტყავს всё დამთავრდაო მესის გადაუსეს ხალხი ხო არა ნუ ეხა პრინციპში ბატონო ძალიან საინტერესოდ მივდივართ აი თქვენი კარიერიდან და აი აუცილებლად რა მწვრთნელობაზე ვთქვათ აი
დღეს მithumetes ნონა გირეკავთ. ხო, გადაცემაზე ვარ. მომეშვი. კარგა არის. ბატონო რეზო. რა უნდა და მიხი. არა, კაცო. ბატონო რეზო. აი დღესთან ძალიან აქტუალურია ეს ერთა ლიგით გავედით, კლასიკურებით ვერ გავდიოდით. არა, ბიჭო, აი თქვენ დროს აი ნახერას თქვენ რომ წვრთნელი იყავით რა, თქვენ და ბატონი დავით ყიფიანი. ძალიან მაგარი ჯგუფი იყო, რა იტალია იყო. რა საოცარი იტალია იყო თქვენ ჯგუფში, საოცარი. აი მე მაინტერესებს, აი იტალიასთან თამაშის წინ, აი ასეთი შემადგენლობის წინააღმდეგ რო გახვედით. რას ეუბნებოდით ფეხბურთელებს და როგორ მომართეთ? მაგ ყველაზე კაი რა იყო? მაგ ყველაზე კაი რა იყო, იცი? იტალიასთან რო ვითამაშეთ თან ამ კონაში პირველი. კალაძე გამევიყვანეთ მეორე ნახევარში. ხო გახსოვთ? მეორე ნახევარში კალაძე მე-20 წუთზე. არა, პირველს არ გეუბნებით. პენლებით რო წავაგეთ თქო იტალიაში. თქვენ და ხო, მე მაგრამ აქ ხო ქუნა წინა თამაშის და რა იყო? იქ კალაძე თან ვავარჩევდი ლოკომოტივის ბაზაზე მქონდა ნაკრები. და იქ ვათამაშებდი. ვავარჩევდი და გევიხედე მამამისი და მე სამტრედიაში ხო ვიყავი ტრენერად. ხო და მამამისი ძმაკაცობდით და მოდიოდა და იმაშობოდა ხო და ახლა ნაკრებს ვავარჯიშებ ნაკრებს და ხედავ აგი მამამისი აგერ მოსულია კალაძის და კალაძეს ყავს დაბარებული ამ დროს იტალიის წინ ვარდი წამეთვილე დინამოდან მე ვიწვია დინამო იმაში ახლა რატომ მე ვიწვიე შეხედე ბიჭო რაშია საკვე უყურებ რომ ბიჭი სამ ადგილას თამაშობს გაიგე ცენტრალური დამცველი ფლანგის დამცველი და ნახევარდამცველი ეგე მე ვფიქრე არა და უყურებ რომ მომატებული დაცვაში იდეაში მე უკვე აღარ ვთამაშია არა მე არ ვთამაშია მე სულ დაცვაში მაგრამ იმ პერიოდში დაზე თავში თავდასხმიდან დაიწყო და მაგრამ თავდასხმაში სწორია თქვენ ხო ცენტრფორვარდი იყავით მე ცენტრფორვარდი ხო მე ყველგან რა ნახე მცველი ზოზუაში მცველი იმიტომ რომ ეხა პრინციპში ნუ გითხრას იმართლა დღევანდელი სიტუაციაც რო იყო ფეხბურთში პირველში დაცვას უნდა მიხედო ასე იძახი ავი მიხე როგორი იდეა ეს თუ არ გაუშვებ იქ შეგიძლია იქ შეგდები ხარ თუ არ გაუშვი გოლი დადებით ხო და აი მე როგორ მოხდა ვარჯიშზე არა ნუ ეხა ვარჯიშზე დევინახე მამამისი მოსული და კარლე რა გინდა ბიჭო მაგანით მოუთხარი ხო არა ესე მე მოდიოდა მე უთხარი საქმე მაქვს შენთან რა იყო თქვა და მე უთხარი ბიჭო შენი ბიჭი მინდა იმავშვა თქვა და ეგე ვათამაშო იტალიასთან ეზოია რამდენია საჭირო მომიგდოს ყველაფერი გაიგე ასე ახლა მიდიას უკვე და რამდენია საჭირო მე უთხარ დაარტყიცაცი თქვა რამდენი გამოვართვი მე უთხარი რამდენია საჭირო თქვა იცი დღეიდან თამაშამდე გაიგე 2 საათი გეიყვანდა მარტო ავარჯიშებ 2 საათს თქვა ამდენია საჭირო თქვა გაიგე და ყურადღება მიაქცია რომ იტალიისთან თამაშთან მე უთხარი რომ პიკ ფორმაში მევიდეს ჩემთან თქვა პიკ ფორმაში შენ ფეხბურთი იცი გითამაშია და რა უნდა მოამზადო ეგ იცის მოდი თქვა ბიჭო და გამოვიყვანე თამაში და იგი ცადაზე დაი ხო გაიგე ხო ეგ პირველი თამაში ხო პირველი თამაში და ხო და არა მე 2002-ზე და ისე ითამაშა რომ იქ და უფრო საინტერესო არის კი ხო და რა იყო იცი იქ იმ თამაშიდან როგორი ნახა ისინი იყო ლაბანოვსკი და ისინი ყველა და დაიწყეს და ერთ-ერთი ყველაზე შრომის მოყარე ფეხბურთელი ვინც მე გამიგია იყო ეგ კალაძე კი მე მახსოვს დინამოსი იყო გაიოს დარსაძე მომიყვა ეგა პირველი ახალი მოსული იყო იმ წუთში ევროპოვი ადგილი სადმეორჩებინა და კედელთან მიდიდა დაარტყი გააჩერე და 2 საათი არ გაჩერებულა და ამდენი შრომი და იმით რათაც რეაქცია ვხედავთ იგივე შეიძლება ითქვას ეხლა ამ თაობაზეც კვარაზეც კვარა და იმუშავა ეხლა არა 2 გოლი ხო გაიტანა ამიტომ დროიდან დაცვაში თამაშობს მაგრამ კვარას ნარკოტიკი რა არის გაიგე აი რამა თამაშა ფეხბურთი კვარას ხო აი რამა თამაშა ფეხბურთი რა ვიცი ეხლა ხო და შეხედე მე გაიგე უეჭველი ძმები თუ იყო გაიგე უეჭველი მომყავდა ტყუპები და ხო უეჭველი იყო 2 და 3 ეს იმიტომ რომ ძმისთვის შავი დღისთვის ხო იცი ესე მოგიყვანა შემაგარი გუნდი იქნებ არა ვიცოდი რომ თუ გინდა აიღე
მანუჩარა დაგოჩა. ჩემ მოყანილი არ იყო, მაგრამ ეს უყურე სპარტაკის იმედი. ხო, მანუჩარა ორჯერ დარბოდა იმის იგი რო მეგობრებო, გამოვიწეროთ ლაილაის YouTube არხი, დავალაიქოთ ეს ეპიზოდი, რომ ესეთი საინტერესო სტუმრები მოვიყვანოთ ხოლმე თქვენი მხარდაჭერა ჭირდება, ისედაც მადლობის მეტი რა გვეთქვი, ჯიგრები ხარ და გავაგრძელოთ აი ამ ტემპით, გაიხარეთ. დიმაკ, შეგიძლია გამოუშვა კითხვები? კითხვები ხო, ბევრი კითხვები გაქვს. მიდი სანჯერო, მიდი რაზეა ლაპარაკი, აბა დავიწყოთ, საიდან აი აქედან დავიწყოთ. გიორგი ბიძიშვილი გვარი არსებობს? რატო არა? სიმსივე არსებობს და მე რა. ბიძიშვილი. გიორგი ბიძიშვილი. მიხეჭ, პერსონალკო აგიუსტას რას ნიშნავსო? და ინტერი და ბარსელონას თამაში გაიხსენოს 2010 წლის. ეს ის ცნობილი თამაში როა, ხო? შაკეტილი. არა, ნუ ეხა აი პერსონალკა რას ნიშნავს? ახარ არის მეგონი. როგორ არა? არა, მომისმინე ბიჭო, გინდა თუ არა, ი პერსონალკა რო არ არის. პერსონალკა რო არ არის, ნახე თამაშები, ყველა გუნდი თითქმის 99-90% ყველა იწყებს თამაშს შეტევით. და შეტევაში უნდათ ყველამ თავი გამეიჩინოს, რაც მეტ გოლს შეაგდებს ცენტრალური დამცველები, წინ მიდიან თავებით იქ გოლს აგდებენ და აქეთ კიდე სამს უშობენ. ესე იგი, ანგარიშ ვერ ნახავ რომ 5-3, 4-3, 6-4 და ესე იქით-აქით ესე იგი. რატო? იმიტომ რომ თავდასხმაში ყველას უნდა დაანახოს რომ მე თავდასხმა ვიცი და ამაში ეხა ევალება განაპირობს ხალხავალება რო შეუტიონ უკან ხო და ეხა ამიტომ დაიჭე როგორ უნდა დაიჭე ბიჭო იამალისნაირზე მეტი კაი მყავს დაჭერილი და ამიტომ დევიჭერ ახლა რატო დევიჭერდი მითხარი საიდან დევიჭერ შენ დაუკრდი მაგის თამაშს ესე იგი აი მარცხენა ფეხით მომუშავე კაცი შენ დამეგინე მიშამეს რომ წამოსულიყო მარჯვნივ გაიგე და იმას დეიჭერ იტყოდი არც მოდიოდა იმიტომ რომ იქ არა მიშამესი მარცხენა მხარეს 5 კაც ათხოვებდა მაგრამ შეხედე ეხლა უნდა ნახო იამალი თუ გინდა გათიშო გაიგე აუცილებლად უნდა გადაუკეტო მარცხენა ფეხი მე გონია რომ საკუთი უნდა ჩაარტყა თავში ის მაგას ვერ გათიშო. ნუ ხარ ავაზაკი. არა, მარცხენა ფეხით რო თამაშობს, გაიგე, სულ მიდის მარჯვნივ. აბა, ისე რა საინტერესოა. ესე იგი, შეხედე, ვიცით და ვერ იჭერ მაინც რა იცი. არა, ბიჭო, იმიტომ რომ მე პერსონალკა არ იცის. გაიგე, ზონა არ იცის. გაიგე, და ახლო თამაში არ იცის. დაზღვა არ იცის. აი, გამოკეთილი ბოლო ეს პერსონალკა მე მახსოვს. ერო დაგიდექს. არა, აი, მარადონას და ზიკოს რაც უკრა იმალ. ჯენტილე იყო, ხო? იტალია. ბიჭო, არა, ბიჭო, მაგ თემა უფრო ძალიან სხვა დიდ მასშტაბებზეა გასარჩევი. არა, მიგაჩნიათ დევანდელ თანამედროვე ტაქტიკას სწორე მიგაჩნიათ, რომ ერთი ტიპი დააჭერინო ერთსა მთელი თამაში როს დიოს. ბიჭო, მომისმინე. ეხა არის ერთი ვარიანტი, მაგრამ შეხედე არსებობს ამ ერთ ვარიანტთან მეორე ვარიანტი. შეხედე აი ყოველთვის მიდის კამათი. აი 4 დამცველი ევიღოთ მაგალითად. ანათ უკნა 3 ცენტრალური დამცველი ახლა და 5 იმით თამდელით, ხო? შეგეძლია ეს კაცი რომოვა შენთან შენ იყვან. პერსონალკა დაზდე ვიქვე შენ ზონაში. ნუ ეს არის ეპიზოდი. გადავიდა აქით შენიჭერ, მაგრამ გაიგე ახლა კერო არის ელესნაირი და იმასე წვლი ერთ კაც და მიაღწევ მაგი. ამიტომ პერსონალკა არის წარმოიდგინე რომ რინგზე რო გადიხარ ერთ-ერთზე საჭმელი. გაიგე ვისაჯობებს. ანდა დუელი. კი ბატონო. დუელი ძმაასე ერთ-ერთზე. დუელი არის იდეა. აი არის ესროლა. ფარეკავა რაფერა პაგა მესმის მუშტიკები ესროლა არის. არა. ნუ ეხა შენ თუ ფეხბურთელი ხარ, შენ თუ ფეხბურთელი ხარ, აი თუ მომწონს, იმიტომ რომ ბევრი არის თუ ფეხბურთელი ხარ, შენ უკვე დღევანდელ სიტუაციაში ანდრო ჟორდანიასთან ნამუშევარი, იაკუშინთან ნამუშევარი, აი გევიჩოხელთან ნამუშევარი და ასეთ იმგენთან, გაიგე, იმან პერსონალკა ზონა, გაიგე და ზურს უკან როგორ დაიჭირო აპერეჟენიაზე როგორ წახვიდე, პერეხვატი როგორ გააკეთო და
ყველაზე ცუდი რაც გავაკეთე ორჯერ სუბთა პატკატი ბიჭო და ორჯერ პენალი დამიგეს. აი მილიყო არი ვიდეო რეფერიც არ იყო. არც იყო ვიდეო ხო და იმის მერე გადავიწერი რა ვაგავაკეთე პატკას და მერე ჩემ ფეხბურთელებს ვეუბნები პატკატი არ დავინახო. ხო ნუ მართლა სუბთა პატკატი. ვიხიჩ გადავიდე. აბა შემდეგი კითხვა მე ვაკეთებ. ბატონო ეზოს აზრით ვინ არის საქართველოს ისტორიაში საუკეთესო მარჯვენა მცველი? ასევე ნაკრების მცველებზე გითხრას თავისი აზრი ოღონდ ჩესთან გულწრფელად. ბიჭო ახლა გითხრას ვინ არის ისტორიაში საუკეთესო მარჯვენა მცველი? ჩვენ საბჭოთა კავშირში? თლიანად ქართული ფეხბურთის ისტორიაში, საქართველოს ისტორიაში. ქართველები ოღონდ კაცო. ბიჭო მე გეტყვი ერთ რამეს რომ მაგაში ერთი კაცია, გაიგე? ერთი კაცია, რომელიც საუკეთესო 4 ადგილზეა. ორ ნომერზე. ცენტრალური დამცველა და მარცხენასაც. გაიგე და ორი ცენტრალურში. საუკეთესო აღიარეს 33 საუკეთესოში, ხო იყო? ვინ? გიუჩოხელი. ჩოხელი. და ძალიან ბევრი მაგარი რაღაცები გვასწავლა მაგან ჩვენ დაცვაში. მაგას მურტაზაც ხო იყო მურტაზა თავისი და ეს ბიჭო ტანით გიჭერდა მარტო ჯერ ტანით გაიგე რომ მევიდოდა დაგიდგებოდა ვეღარ გადიოდი მაგას შანსი აღარ და ეხა აი ბურთის ტარება წართმევა მე წარმოიდგინე დაზე ნახევარ დასვაში სათამაშებდნენ მაგარი ფეხბურთელის წინააღმდეგ პერსონალურად ივანოვის აზრდებდნენ და ვარონინებს და ამგეთ ხო იცი მაგარ ფეხბურთელს ანუ ჩოხელის ასახელებს იბრძანებს შემდეგი კითხვა ჩოხელი არა ნაკრების სველებზე ნაკრების აი დღეს ვერი მოდი ჩვენ ნაკრების სველები ჩამოთვალოთ ყველა ხო ის არიან ხო კაშია კაკაბაძე დღემანდელი ისიც გვინდოდა და ეხლა ეს გვინდა გოჩოლეიშვილი ვინა ყველა მსველი ჩამოთვალოთ საზონოვი დამტრეულია ვინ არის ლოჩოშვილი გოგლიჩიძე საბა აი ესენი 7-8 ესეთი მსველი არის რომელსაც ტრიალებს აი ნაკრებში მე რა ვიცი მე გითხრას ამა სიმართლე რომ დღეს ერთადერთი კაცია ვინდა მეორეს უკვე აღარ ვიტყვი კიდე ორი კაცია რომელიც ნაღდი სევიდგას ყველაზე აბა ვარა და მეკარე მამარდა მაგრამ არა ეგენი გასაგები მაგრამ მამარდამ ეს რა გააკეთა რო წევიდა იქიდან ფილდია რა ხო რა გააკეთა სისულელი გააკეთა რომ სკალზე უწევს ზომა ხო და ანუ ფიქრობთ რომ უნდა დარჩენილიყო ვალენსიაში არა ანდერსენი იყო არა რატო ეხა ეფილზე რომ მიდიხარ მიყით ეხა აგონი არა ფაქტუნებას ხო ძნელია რა ეხა რა თქვენ რო ყოფილიყავით წარმოიდგინე რა მაშინ და ინტერში რო აეძახეთ ვინ გრიმიტობდა მაშინ რა ვიცი ეხა მე ბიჭო არა მე მითხა გესა მე მაგალითად მივხვდი რომ მე არ უნდა წასულიყავი იმიტომ რომ მე ეს გაიგე მეორე ეტაპი დიდი ფეხბურთის დავიწყე სოხუმის დინამოდან ხო, ნუ ეგ სოხუმის დინამო და ქუთაისის ტორპედო, გაიგე და თბილისის დინამო და დაწყეთ, ხო, მაგლესი. ტროპიკული რაღაც. ხო, არა, როდესაც უკვე გუნდიდან არ ამიყვანეს დინამოში, ამგეში, წევედი სოხუმში მე ვფიქრე, ახლა ფეხბურთი რატო იცი? KPS-ში ვსწავლობდი აქ. აგერ. და ხო, აგერ. და მე ვფიქრე იქ ტექნოლოგიებში სწავლობ მედეჯი და სოხუმში მითხრეს ეს რომ ტექნოლოგიურზე მოგაწყვეტ გადავიყვანეთ ტექნოლოგიურზე და ამსო და მაშინ ეგრე პროფესიონალი რო იყავი მე უკვე გადაწყვეტილი მაქვს რომ ფეხბურთს გაყვე ფეხბურთს არ გავყვე კაცო ვეღარ დიდ ფეხბურთს ფეხბურთს ვერ გავყვეს და წავალ ვისწავლი მაინც მაგრამ იქ რო შევედი სოხუმში უკვე მომიწია სტადიონზე ცხოვრება გაიგე სტადიონზე იყო ერთი ამხელა ოთახი და იქანა ოღონდ ძლეოსნები მოჭიდავეები მიგროვები ერთად ვიწექით ანუ და იქ სანევი და ჩვენ ერთად ვიწექით ასე ოთახში და დილის 8 საათზე რო ავდგებოდით 9 საათზე ერთმანეთს იმაზე ვინიყიდის ხაჭაპურს ვეჯიბრებოდით სირბილში და სანდროს ასწრებდი ხო და ვერ ვასწრებდი მაგრამ ვეჯიბრებოდი კარგია ეგ გავიგე მაგრამ ხუსეინ ბოლტოვი დარბოდა ეხლა ვიქტორას მაგრამ თავარი იდეა ოსმენა არის შენ თავარია იქ იმას კი არ იყო რომ ვეჯიბრებოდი ხაჭაპური
არა, მთავარია რომ დიდ შეჯიბრებოდა. არა, მანამდე კიდე მაგი რო არ მოდიოდა, მივდიოდა მაინც დავბურდი. ჩემთვის ის იყო რომ მის იყო რომ სანეევისთანაც ძოლავდი და მე რაც მე და მაგი იმაში საზღვარგარეთ ერთმანეთს ვეხუტებოდით რომ შევხვდებოდით. ვიქტორი ძალიან მაგარი კაცი იყო რა საფარაგო. შემდეგი კითხვა. მე და ჯიმი გიბრძანებ შემდეგი კითხვა. ბატონო რეზო ბევრი კითხვებია თქვენთან. ბრძანება მოსული. აიხლავ. არა, როგორ გეკადრებათ? ბატონო რეზო, ისევ იმაზე ხარ თუ არა რომ დაოჯახება ფეხბურთოს უკან ხე, მაგაზე ხო ვისაუბრეთ. მაგრამ ხო, ლევან ინასალიძებს ეს. კი და არა უთხარი, კი და არა. გააჩნია რანაირი მეუღლე შევხვდები. გაიგე? ეგ მიხის ბატარეა, თორებაში ეხა გასვარიც. ახლა ბევრია რომელიც ისეთი ოჯახი აქვს, რომ ახლა მე გეტყვი ერთ რამეს, შეხედე რომ დავიწყეთ. აი, კვარაცხელია საიდან გაქნა ფეხბურთელი? აბა? ეხლა კვარაცხელია ცოლი რომ მოიყონა, შეჭამეს ეს ბიჭი, რატომ მოიყონა და თან თუ შენზეც იძახდები, დოძვაშვილი იძახის რომ ფეხბურთელს ნერსო ცოლის მოყანო. არა, კაცო, კვარაცხელია ფეხბურთი საიდან მიხის მაქედან დავიწყო ერთმა მიცა ჯერ ერთმა კი არ მიცა კვარაცხელიას ორი ისეთი პიროვნება ყავს მაგალითი გაიგე რო შეშურდება თელს საქართველოს აბა მამამისი მე შელია მურტაზა შელია მურტაზა გვინდა მოიყონოთ მაგრამ გვემალება მურტაზა შელია და მამამისი არიან მაგალითზე მეუღლე კაცო ხო და შეხედე ესე იგი პირველად მე კვარაცხელია მყავს მაგაცი ამლეტი აიცო თქვენ მაგას ხო და მე ვიდა ჩემთან რეზო ბიჭო ერთი კვარაცხელიაო ჩემ სოფელში ერთი კვარა და კარგად თამაშობს მეუბნებიან და ეყვანე თბილისის დინამოში ვარ ამ დროს ეყვანე რაო რომელ კვარაცხელიაზე ადრიაზე მამის ლოგიკას მაგარი უნდარი ქონდა არა მომისენი ახლა ბიჭო მე უთხარი ბიჭო ამლეტი კატასტროფა მე უთხარი რა პრაგი ევიყვანო ბიჭო მე უთხარი ჩვენ თუ ვარ თამაშობს ეს კაცი და არველაძეები და აველაშვილი ჯამარაული იგენი რა პრა მოვაგდოთ ხოთა შორის მაგდროში ეგ თაობა რო არ ყოფილიყო ეგ ძალიან დიდი არა შეხედე ახლა და მარა კაი თქვა და მე ვიდეს თქვა მე უთხარი მე იყვანა ბიჭო მაგაზე შევხედე რომ ვაიმე კაი ბიჭი ჩხოდი შეთ როგორი ის იყო რა თქმა და მაგრამ მე ვიფიქრე რომ მე მოდი დავაყენებ ნახევარდაცვაზე გაიგე და იქა თუ ვერ ითამაშა მე არ მეტყვის ვერა ბიჭო დავაყენე დაცვაში და ორი გოლი შეავთ მე დაცვაში დავაყენე აი დარტყმა ხო აი მე დაცვაში დავაყენე და ესე იგი ისე ითამაშა მე კაცი რა დაგეყენებინა მე წელოდი მურტაზა შელია ვნახე საღაცა დასაკარგავში იქ მიდიოდა იმაში დასაკარგავში არა აფხაზეთში იყო ომი და უბედურობა იქ და იქ წამოვიყვან და ბიჭო შეხედე ამ ორმა კაცმა ძალიან ბევრი რამე იმოქმედა თავისი დედით და მამით და ოჯახით აი და ახლა რატო ვამბობ მე შეხედე თუ გინდათ გაიგე თუ გინდათ პერსონალ გაიცოდეთ თუ გინდათ გაიგე ესე შვილი რომ უცელში ყავს დედას გაიგე იქიდან უნდა დაიწყოთ ფიქრი მოსმენი მაქვს თქვენი ინტერვიუ მოდი დაიწყეთ როგორ ფეხბურთ თამაშობდი იქო ხო მაგიდან უნდა დაიწყო გაიგე როგორ ყავს მუცელში ფეხს და იგი რომ იგი ფეხბურთელი გამოდის ხო შემდეგ იგი ბრძანებ გიგა ვეკუაქს ერს ზვიად სიჭინავასთან დებატებს ისაუბრებს ხო ისე რატო გაბრაზდით მაშინ ისა რა ქვია დიდი ფეხბურთი მოდი შრომით ზვიად სიჭინავას რო იქ ეკამათებოდით მე ბიჭო არა ნუ ეხა იქ რა მოხდა რაღაცა არა ბიჭო რა იყო იცი სიჭინავას ვარიანტი იყო ასეთი რომ ეხა მე ჩამოვედი სახაცა ვიხარ გაიგე და ჩამოვედი თბილისში ხო და მაგი რო დანიშნეს გაიგე მე უთხარი რომ მივედი და მე უთხარი ბიჭო ასეთი ამბავია თქო ეხა მე ჩამოვედი უკვე რუსეთში და იმაში არ ვიგდები თვითონ თბილისში ვიყო თქვა და იგი შენ თუ გჭირდები თქვა მე უთხარი გაიგე უნდა დაგიდგები გვერდში არა ხო დაგიდგები არა მოთხარი ხო და კი რეზო კიო მითხრა გაიგე აი ხა ძოძვაშვილი მივედი მაშინ იმაშობოდი ყველანაირად თავაცეული დავდიოდი და
ბიჭო და უყურე ბიჭო ერთი კვირა, ორი კვირა, სამი კვირა, ერთი თვე არ მიძახებს. გაიგე? არ მიძახებს და უკვე მივხვდი რომ რაღაცაშია საქმე. არა და მურთაზა იქ აყავს. ყველა ხო დაუძახე ყველა ხო ახლა მეგრელები კი უყვართ ერთმანეთი, მაგრამ მე უთხარი მე იქ უთხარი ბებიაჩემი იყო არშიბაიასკან. რომ ისეთი მეგრელი იყო და ისეთი თავადის კალი იყო, რომ დღესაც აგერ ვარაზის ხელზე რო ვადიხარ და ყველას კაი სახლი როა. ბებიაჩემის მამის იყო მაგი. არშიბაია. ყავს არშიბაი იყო და ბებია. ანუ ეს ვაკ ვერეთა კავშირით ხო? ხო და მე უთხარი ბებიაჩემი მეუბნება და ფეხბურთს ვთამაშობ მეგრული სისხლიდან, ვაგანეო. გაში. ხო. კაცოლის საფეხბურთი გასაკუთრებული. ეხა ამას მეუბნები ბიჭო რომ ისო ხო. მე უთხარი და კიო რეზო კიო და უყურე მეორე თვე სამი თვე არ დამიძახა. არ დამიძახა და მე რაღაცა კრება იყო. კრებაზე დაგვიბარეს. ხო. კრებაზე დაგვიბარეს. მეოდით და იქ ახლა არჩევენ საკითხს ნაკრებზე და რაღაცეებზე იმგაზე. მე მგონი კიდე იქ რაღაცა ჩაწყობილი თამაშების ამბავი იყო, იქ კადრები გავუშვეს. წერენ იმ ფრაზას, რატო არ არის თქვენ გვერდით ზოზუაშვილი რო უთხრა. არა, ედი რატო იცი, იმიტომ კი არა, ისა. რატო არა, კაცო ეხა რა ამბიცია გაქვს და რა არა, ბიჭო, შეხედე, მასე კი არ მითხრა. აი მე და მითხრა, აუ ბატონო როზო თვითონ მითხრა. აბა ზოზუაშვილი რა სიტყვისო? კაიგე, რო არჩევდნენ ამ საქმეს. ხო. კაიგე. ხო და კაია, მაგინ რომ მითხრა ზოზუაშვილი რა სიტყვისო? საგოლებას. ხო, რა სიტყვისო და მე უთხარი გამოვედი ხეში და რას ვიტყვით რომ მე უთხარი თქვენთან მე ხომ მივედი 1-2-3 თვით ადრე და გითხარით რომ ასე და ასე თუ საჭიროა მე გიხმარები ყველანაირად თქვა და ახლა რომ მეუბნები რას ვიტყვით და რა უნდა ვთქვა თქვა. მე ხო შერიგდით უხით. არა, ხო და არა და მომისვინე და მე ძალიან მიყვარს ეს ფაქტორი თქვა. არა და შეხედე რა მითხრა ბიჭო, აიო შენ არ აგიყვანე, მაგრამ მურთაზა ხურცლავა ხოა ჩემთანო. ხო, საშა ყავს ჩივაძეო ესე რა ამბობს. კი არა. არა, მეგრელები მითხრა, სულ ყველა კაცო. ხო, მაგრამ ჩივაძეზეც ამბობს. ყველა იგიც მითხრა, კაცო. გაბელიაზეც და მეგრელები მიწავდა. ყველა მითხრა, მაგი. ხო, გეთქვა მე ვარ რევას ზოზუა თქვა. არა. არა, რატო იყო და ხო და აბა ეგენი რომ ყავსო. აი ეგენი რომ ყავსო, რაო, შენზე ნაკლები რითენ არიან? მე უთხარი, მე ვიზე ნაკლები ვარ, მაგათთან. მე რატო უნდა ვიყო თქვა, მითხარი, აი მითხარი, შენ ზუგლაშვილი რატო უნდა იყო ეს საქართველოს ფეხბურთში დაკავებული. ხო, აი იგი მახსოვს ეგ ცნობილი ვიდეოა. ეს ვარიანტი იყო. და ამიტომ უკვე ბევრი ყავს ჩემნაირიო, მახსოვს აი მაგას ეუბნები. ხო და არა და ბიჭო რა იყო იცი ახლა მაგის კიდე იგიც კი იცოდა. სანამდე მაგას გევიცნობდი, მანამდე მოსკოვში ვიყავ და ძველმა ბიჭებმა დამიძახეს. და მითხეს, რეზო, ჩვენი ახლობელიაო და უნდა მიაქციო ყურადღება მაგასთან იყავი ახლოს. ზვიადზე? ხო, მაგაზე მეუბნები. იმას არ უთხრეს თვითონ? არ ვიცი, ხო და მაგას მეც მიტო ვარ გაჩერებული. მე ვიფიქრე იმდენმა ეთქვენ, არ უთხრეს, აშია საქმე თქო, ბიჭო, აიგე. ხო და მე რო დავინახე, მე რო და არა და შეხედე იმდენად კითხვის ნიშანი დგას, ახლა იგე გაბელია და ისინი რო ყავდა ღმერთი ხელში, მაგრამ მე რა დავშავე თქო, მე უთხარი. მე რატო არა ვარ თქო. აი რა გითხრა, ბოლო, კაი ისინი უკეთე, ისინი ყავსო და შეიძლება აი რაო. ხო და აბა ამასთან ერთად რა ეგ უნდა იცოდეს ყველამ რომ შენ საბრძოლი არა მარტო მოედანზე გყავს. ფეხბურთელებო, ყველა მომავალთაობა და იგივე ფეხბურთელობა შენ როგორ მართლა უნდა თამაში დაამტკიცო, მაგიდან შენიშნული. მე რომელ გუნდში წევედი, ესე იგი, ვარდება გუნდი სამეულში შევიყვანე. ვარდება გუნდი ხუთეულში შევიყვანე. გაიგე? დაჟე ვარდებოდა აგერ რუსთავი და კი, მახსოვს, ეგ რუსთავი მახსოვს ნამდვილად. პირველ ადგილები კი ბატონო. ხო, ასე იყო. კი ბატონო. ესე იგი, სალაპარაკო მქონდა. კი, რატო არა? გამიკეთებია და რატო არა? შემდეგი კითხვა გიბრძანებ. გუსეთი, ბექამ ამაგულაშვილი, რომელიმე ქართულ გუნდს ჩაიბარებდით თუ არა და თუ ჩაიბარებდით, შეძლებდით თუ არა მინიმუმ კონფერენს ლიგაზე გაყვანას. დღეს.
მიმინო კი გავიდა. ბიჭო, მაგას რა პასუხია თუ ვიცი? არა, კაი შეკითხვაა და მაგ პასუხს. ბიჭო, ხევანდელი საუბარი მე რატო ვარ იცი თქვენთან? დიახ. მაგას უნდა მივხვდეს, მე შევძლებ თუ არა. ვინ? მაგრი თვითონ ის მეკითხება. აი რაც მე ახლა დღეს ფეხბურთში ახსენი თქვენთან. გაიგე? მაგას თუ გაგება უნდა, იმით უნდა მივხვდეს, ამან იცის თუ არა ფეხბურთი. აჰა. გაიგე? არა, ფეხბურთი როგორ არის კაცო? ხო, არანაირია, ვიხი, ლაპარაკი. პირობები ხო იცი რაც არის დღეს ქართულ ფეხბურთში? მომისინე, ვიხი, დღეს. ბიჭო, მომისინე, ჩემი ამიტო გეკითხებიან ალბათ რა, რომ არა, შეხედე პირობა, შეხედე პირობა მოედანი რო არა გაქვს ადექი ბიძია და ტყეში ირბინე. არა, ეხა მიხი. ერთი წელი, ბიჭო. ოდიში, მაგრამ ეგ ეპოქა აღარ არის ეხა. ბიჭო, ხო, მაგრამ გამოსავალში მომისინე. მე ვარ გუნდის ხობელი და გიძახი მცდელად. რა პირობებს წამომიყენებოდი ესე ვილაპარაკო, თქო რეალურად რა, დღეს. ნუ ხელფასზე შევტანხმდი. რამდენს პირველ რიგში დაგიყენება ამ საკითხს. გააქვს იმის საშუალება, რომ მე სტადიონზე რო გევიდა, რამდენიც მინდა იმდენი ვავარჯიშო. კი, მაქვს. გააქვს მაგის საშუალება. გააქვს იმის საშუალება, რომ მე ეს გუნდი ამ ხალხს ვისაც ვავარჯიშებ, დღეში 4-5-6 საათი იმას კონდეს დასასვენებელი, საჭმელი, სასმელი და სასტუმრო. ხო, გააქვს. დედას უტირებ უეჭველი პირველ ადგილზე გევი. ბიჭო, ტრანსფერების ფული თუ გაქვს, კაი ფეხბურთელები ვიყიდო. არ მინდა. გასადის. მე ისეთი მომისინე, ისეთი შევკრიბე, იქით გაიყიდა ყველა. არველაძეები, კიკლაძეები, ჯამარაულები, წაველაშვილები. მაგრამ დღეს ხო ყაველაში არიან დღეს. ცებნა უნდა უბრალოდ. აბა რა თუნდა, რამდენიც გინდა. დღეს მიდი ახლა შენ 19-იანებში, 20-იანებში და თუ გაქვს ანდრო ჟორდანიას ნიჭი, იაკუშინის ნიჭი, იმასთან სკოლა გამოვლილი, უეჭველი ნახავ. რეგიონებში იქ ყველგან რა რეგიონებში და ყველგან უნდა არა იტო ემოციური კაცია და ფეხბურთში ლაპარაკობ თუ არა რატო ამას ლაპარაკობ იცი ეს რა კითხვა მაგრამ ნეტა ჩვენი მცდელები აი გულში რომ მიდიან რომ ეძახის თქვა დინამო საბურთალო SPP-ა არხეთკაში კერეცელიძე ბერიძე რა პირობებს უყენებენ ვეკითხები და გვინდა რომ გითხრან ეს არავინ არაფერს არ ამბობს და მეერე დგება რეალური პრობლემა რომ იძახიან რომ არ შემისრულეს პირობები შენ რომ მიდიხარ გუნდში და ხელს აწერ კონტრაქტზე მათ ხო დამთავრდა ყველაფერი ის უნდა შეასრულო ხო ახან მიდიხარ ესე იგი მოგწონს რა ფეხბურთთან რომ მოიყვანე შენ ნოდას იმცივე და მოგიწერა სამწლიანი კონტრაქტი და მე 2+1 შეხედე არის შეხედე აქ ერთ-ერთი თავარი გადასაწყვეტი ერთი რამეა შენ ხარ პრეზიდენტი დიახ მე ვარ ძნელი გაიგე მე და შენ ნაღდი უნდა ვიყოთ ერთმანეთთან თუ მეთამაშები უეჭველიდან გეული ვართ. კი ბატონო, ესე იგი შენ რატო იცი? მე რო გეტყვი, აუ კი ამას გაიკეთებ, იმას გაიკეთებ და მე მითი ავტობუსით კი არა, შეიძლება ტროლეიბუსით გამიშვა, სანამ მე მიდის ერთმანეთს აბრალებენ. ეგ არის, რასაც ამბობთ, ესე იგი ხდება ხოლმე, აი ეგ შეგპირდები რაღაცას და დაგახოდრებ მეორე. რა ვქნა ბიჭო არა მაქვს. არა, მაგრამ აქამდე გეთქვა. ეხლა ბოლოს იმაში აგან ვარდებოდა გუნდი. დიახ. ხო და ხო ვარდებოდა გუნდი და წელიწად რომელი მაგალითი რა არის თვითონ. ხო და დამიძახე ესე მოდიო იგერებოდა კაიდგა. შუქურა მე მგონი. ხო ბულეთ. ხანი იყავით. ხო არა, просто მითხარ მაინც გავარდილი ვართო, მაინც გავარდილი ვართ იმაში. ის ახსოვს თქვენი ინტერვიუები გაცო. ხო და მივადი ბიჭო და ესე იგი ერთი თამაში მევიგეთ იმათაზე ერთი თამაში მევიგეთ მე გულმა კაი თამაში დაიწყო ყველაფერი და დაანჩერი 3-4 თამაში ბიჭები იძახოდნენ რაო ხელფასი არა ეგი არა არაფერი და რაღაცას გვაძლევენ და მივჩეთ ბარეღამო აიგე ესმის ხო ნუ ეხა კი ბატონო დიმა გიბრძანებ შემდეგი კითხვა აი მომწონს უკვე როგორ მემორჩილება როგორც კი ვუბრძანებ შეხა მეფენოდარი მიდი ამოგივიდა კონდარი. მიდი, ასე. მიხით, ეხლა ნაკრებზე გეკითხებია. ყველა საინტერესებს ეს. თქვენი გადასაწყვეტი ორი კითხვა არის და გავაერთიანებთ. თქვენი გადასაწყვეტი რო იყოს ერთპიროვნულათო, რომელ ქართველს ეს დანიშნავდით ნაკრების სვედათო, ეს ერთი. და მეორე არის ბარემ იგივე ნაკრებზე არის
აქ წერს მირიან ლომოური 4-3-3 თუ 5-3-2 რომელი ტაქტიკა უხდება ჩვენ ნაკრებს. ამ ორივე კითხვაზე რო გიპასუხო, კარი იქნება. პირველი მე მაგალითად მე მაშინ ამალი შეხედა საუბარი. ნიშანი გამოჩნდა. მაგრამ გიყვართ ხო იამალი რომ ბიჭო არა ისე სულ იამალი და ხა კადრში ცოტა ინახავ. არა ძალიან მაგარია მაგიდა ყვარა არის დღეს ნომერ პირველები. უნდა გაიგდოთ. ხო და ეხლა მაინც უფრო მეტი რომელზე იმავს ხარ გავჩერდეთ მითხარი ქართველი მცველი ვინ ქართველი მცველი და რომელსაც გაიგე აქ იმის უნარი რაც მე არა არ ვიცი ახლა მე ახალგაზრდაობა არ ვიცი და ჩემი პერიოდი ვიცი რა ვითხოვდი გივინოდია კულტივაციაზე და რაღაცებს ახლა რო არის არა კი მაგრამ გეგუჭაზე სადაზე ჩამოგითვლი რა ესვაია არ ველაზე ბიჭო მომისვინე ეხლა მაგენი ეხლა გრამასვანაძე აუ ბევრი ტრენერები ხო და ეხლა მომისვინე ახლა არის პირველ რიგში მაგენიდან შენ ვისთვი გაიგე უნდა პრეზიდენტი ვინ ახარ ჩემი უფროსი და რა პირობებს მიკეთებ რომე ნაკრები არა მომისვენე ნაკრებს კი შეხედე მე მქონდა ასე გაიგე გაკეთებული და ეგი გაკეთებულია კიევის დინამოსაც და იმგეს თბილისის დინამო მყავდა ესე იგი ესე ვარიანტი თუ ნაკრებში ვერ თამაშობს თვალ თბილისის დინამოსაც ვარჯიშებდი და იქ ხავდა სანაკრებო ხალხი 70% კი ბატონო გაიგე აი ამას რო შეძლებ დღეს საქართველოში შენ გუნდში გაიგე რო გეყოლება მაგრამ დიპლომატიურად ხე კონკრეტულად არავის არ ასახელებ არ ვასახელებ კი ბატონო ეხლა ტაქტიკა არ ვასახელებ აი როდა შევის დანიშნული კაც შეთქია თუ ადვილია ქართული მე უცხოელს ვაწვევი ყველას ჩემი თავი შემოევლოს ქართულზე არის კითხვა და თუ შეგილია ბიჭო არა არა გეტყვი ვერავის ვერ ვასახელებ იმიტომ რომ ეროვნული ნაკრები ისეთი პასუხისმგებლობაა რომ ვერავის შეგში მოგიწევს თუმრად საქვს უარი ნათქვამი იმიტომ რომ მოკლედ 4-3-3 მიხიჩ თუ 5-3-2 როგორ ფიქრობ ნაკრებმა რა ტაქტიკით უნდა ითამაშოსო ეხა მაგი ისეთი შეკითხვაა რომ ჩემო სავალო შემკითხველო მირიან ლომოური მირიან ხო უნდა გითხრა რომ იყო ეგეთი ვარიანტები როდესაც ყალიბდებოდა სოფლიო პირველობებზე და ევროპის პირველობებზე ტაქტიკები. ამიტომ ჩვენ გავჩერდეთ, მოდი ჯერ პირველი რიგში 3 დამცველი რო იყო. მერე 4 დამცველზე რო გადავიდე. ეხლა 5 დამცველზეც რო არის გადასული. დღეს უკვე დადგა ის პერიოდი, რომ 4-2 4-2-4 4-3-3 5-3-2 აიგე და 5-4-1-იც და 4-5-1-იც კიდე აიგე ეს ყველაფერი უნდა კონდეს გუნდში შემუშავებული დამუშავებული რა დონეზე იცი მოწინააღმდეგე რა ტაქტიკით გეთამაშება და სადაა იმას ცუდი მხარეები და აი გადააწყო იმაზე ხო და დღეს უკვე თამაშები რომ მიდის უკვე 4-3-3 4-2-4 გაიგე 5-4-1-ზე თამაში მსვლელობაში ცვლიან უკვე ცვლელები ევროპის ცვლელები აი და ჩვენი ფორმაცია ჩვენი დღევანდელი ნაკრები ჩვენი დღევანდელი ნაკრები ახლა ცვლელია რომელიც გინდა თუ არა მე უნდა ვითამაშო 4-3-3 გაიგე გეუნება ამას გაიგე და ახლა კი მაგრამ ბიჭო ხანდახან თქვენ ამ შემადგენლობას 5 მცველი თათამაშებდით ბატონოს ბიჭო ახლა შეხედე 5 მცველის კი არ ვიძახი 5-4-1-ის ვათამაშებდი თუ გინდა 4-5-1 თუ გინდა 3-5-1 თუ გინდა მაგრამ ამ 5 ნახევარ დამცველს როცა საჭიროა ხარ დამცველი როცა საჭიროა ხარ თავდამსხმელი კი ბატონო ფლანგებიდან ამიტომ ეს ყველაფერი დღეს გაერთიანებული ისა მაგრამ
მაგრამ თავარი მაინც ისა იამანი რო ყავს და კვარაცხელია რო ყავს გაიგე ორი ესეთი კაცი ფრანგების იათამაშებს ეს იმდენი იძახე სტოკინდა ესყო და გაიყვანეს ვიხი ო ვიცი იმიტომ რომ ეხლა დიმა ბატონ რეზოს საუკეთესო 11 გოლი აუცილებლად გავაკეთებინოთ კაი ნოტაზე ხიარო ნოტას რო გავაგზავნოთ ეხლა წეს ერთი რა ხო ჩეხოსლოვაკია და გალანზიაო თუ ჩეხეთი და ნიდერლანდებიო არა კაია რომ ვითხრა არა ეს ხდება კონკრეტულად ძელი დროა არა ძალიან კაია იმიტომ რომ მე უნდა გითხრათ ერთი რამე მე რუსულ სკოლა მაქვს დამთავრებული და არა რას ქვია რუსულიო და ისე ხო იცი მტერსომეებო მისი ენა უნდა იცი არა ხო და მე რუსული სკოლა რომა გავამრული რუსულ სკოლაში ძმაო სიყვარული სტელცოვი და არა გულებია გახატული გეფიცები რა მეც მე კაი პასუხს ვეუბნები გაიგე ამიტომ რა რიცი აი ჩემთვის ჰოლანდია არის კრუიფი და ტაქტიკა არა ვა ტოტალური ფეხბურთი ჰოლანდია შამეიტანეს ძმაო მაგემა შამეიტანეს ხო ჩაგეცვა ბატონო მიუდვინოშო მაჩქო მაისური ოცი მაგარია გაცრეცილი უძველე ყუიფს რო ეცვა თხელი და თეთრი აი მაგ პერიოდისა ოღონ გვარი არ აწერია ვისი არის ვერ გიმახსენე გადაიცვალა რა ბატონო ალო რა გიდა რა გიდი რა ლაპარაკო და რა გიძინო რა სულღილოსინო მაისურზე ლაპარაკობ ნახევარი საათი ფიქრები არ ყავდათ ხო თქვენ გუნჩი ბატონო რეზო დაანები თავი უწიგნები მე სად არის შტამბავლები არ დატოვეს რომ მივხედოთ ამას ბატონო რეზო არა ფსიქიატრები გეხვეწები რა გქონდა ამას ეხეშველი ვარ მე კი რა თქმა უნდა ბატონო აი რა კაი კაცი არ ესველება ამას ერთი რა ყველა უნდა იცოდეთ ერთი რა რომ ამას არაფერი არ ესველება იცოდეთ ერთი რამე აი ფეხბურთელის ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი ფაქტორი ეგ ფსიქოლოგზე ლაპარაკობ შენ ამას ფსიქიატრი არსებობს მისი ფსიქოლოგია ო და ეს ფსიქიატრიული ხო და თავი თვითონ ყველა ფეხბურთელი იცი საჩოულობს ფსიქოლოგიას თავისი მომზადებით აი რა ბევრი ფაქტორი განაპირობა ხო ესე იგი შენ რომ მომზადებული ხარ პიკ ფორმაში და ფეხბურთის ვარჯიშებით და სპორტიული ცხოვრებით ფსიქოლოგია მაშინ გაქვს კი ბატონო აღარ დონეს ნუ ეს ეხა ვარჯიშები და ცხოვრები სპორტული გამოირჩევა ზოგადად სხვა შორის კაი გაანები ბატონო 2 კილოს ბატონო რეზო მე ეს ის არის დიეტურია ეხლა მივედით თავარზე ბატონი რეზო დაფაზე თავის საყვარელ დაფაზე დაგვიწერს იმ შემადგენლობას ვისაც დააყენებდა დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთი რაც არსებობს დღემდე რომელ 11-ს დააყენებდა ბატონი რეზო დავიწყოთ მეკარით და შენ დაწერე თუ თვითონ ბატონი რეზო თუ კიდე მე დავწერ ბატონი რეზო გეტყვის და შენ დაწერე კაცო რა საწვალებ კაცო კარში ნუ ეხა მაგ წოვანებისთვის კაბელია არა დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთი რაც არსებობს თქო ხო დამოუკიდებელი უკვე აი რაც დავიწყე კავშირის მერე საბჭოთა ალბათ მამარდა რა კარში ახლა დღევანდელი მაგაში რასაკვირველია მამარდა კარში ხო იქიდან დღემდე მამარდა თორე ეხა საშა ისე არა ხო ახლა არა ცველები წავიდა ლევი აქ უნდა რა ხდება იცი აი ეს პერიოდის ფეხბურთელები მე მიჭირს იმიტომ რომ ახლა აქ შეიძლება კანტელაძეს ვარიანტი ბატონო მაგრამ უფრო აქეთ ხო მოდია დავანებოთ თავი რაც უნდა ის ნაკრები გააკეთოს რა შეჭამე კაცი თო მე შემიძლია გითხრათ ერთ რამე რომ თლიანობაში მოდი და ეგ გავაკეთოთ ვიდი კაბელია ჩაწერე თლიანობაში პირველი არა მაშინ კარებში უნდა მაგ უფრო ვინა მარღანია ჩაწერე მარღანია ახლავე სამშობლოდ ოპა მარღანია ხ დაწერე დავწერე ხ მარცხენავცელი მარცხენა ძველი შეგვიძლია კალაძე უნდა დავწერეთ კალა რა ტაქტიკას ვაკეთებ ჯერ 4-4-2 თუ აგრე რა ვაკეთებ კლასიკური 4-4 კალაძე ორი ცენტრალური ნუ ხუთლავა და
შემდეგ გვერდით საშა კაცო. საჩივა. იტყვის მინდა რომ თვითონქოს. საშა იყო ბეკენბაუერი, საბარაგო. მარჯვნივ? ეხა პელია. მარჯვნივ რაღაც ჩემთან დავახსნა. არა ბიჭო ეხა მე გავდგები. შენ რო არ ტიოდეს ფოტოსები გადასარევია, მაგრამ მე ტრენერთან შენთან არ დააყენო, არ დაგავიდეს ზოგადად, იმიტომ რომ თამაშობ უკვე შენ. მე ვიდი შემდეგ 4 ნახევარწელი. არა, იგრავიში ტრენერი იყო. იგრავიში ტრენერი იყო. მაშინ მენეჯერი შეიყავ, პრეზიდენტი და სელექციონერი. კაი, ვიდი ჯერ 4 ნახევარწელი. კაი დასწრადი შენ ბიჭო. შენ უერთები ბატონი რეზო. ბიჭო, ახლა ნახევარწელი. მარცხენა დავიწყო თუ კიდე. ხო, ნუ ეხა ტა. დარასელია ხო შეიძლება? რას ქვია შეიძლება? ჩვენ აყენებთ ამ შემოქმედებას და რა თქმა უნდა. მე დარასელია და აყენე მარცხენა. დარასელია. ურა გაია. შუაში. მარჯვენა გუცარი. დავაყენოთ? ვა. აბა წეცი, ორი კაცი. მაშინ საყტენი უნდა დავაყენოთ მანუჩარ. და შორის ერთი კითხვა იყო, მანუჩარმა ჩაიდეს, რომელს თანამედროვე ნახევარწელს შეადარებდიო და ყველას ალბათ. კაი, მე ერთი. ახალი ამის ცოტაზე ვიტყიფიან. ოპა, ესე იგი 4-4 გვაქვს. ეხა ორი ფორვარდი გვინდა. ისე ჩვენში დარჩეს, ხო? ვერ დარჩება, იმიტომ რომ სამიანერა. რა ხდება, ცი? გივინოდია სეკუთის. აგერ ბატონო, ნოდია და ყოველ წელიწადს ყოველთვის იყო ბომბარდირებში. ეხა გივი რა თუნდა მაგას ორი აზრი არ არის კაც. წინ ერთი კიდე? ერთი არა და რამდენია, მაგრამ ერთი უნდა თქვა რა. არა ხო, ნუ ერთი შენგელია. შენგელია არის, რავი, მესხი ისე რომელიც გინდა რა. ხო, ძალიან. აბა ჩამოთვალე ერთი ოცნების გუნდი. მარღანია კარში, მარჯვნივ რეზო ძოძუაშვილი, დაცვის ცენტრი ხურცილავა ჩივაძე, მარცხენა ფრთა კალაძე, ნახევარმცველები დარასელია, მანუჩარი, ყიფიანი, გუცაევი, ნოდია და შენგელია მთავარი მწვრთნელი. დასარევი გუნდია. გივიჩოხელი. ჩვენი გუნდია ზმაო. გივიჩოხელი დავაყენე. აი ისე რა ეგ გადი. ეხა უყური რა ხდება მიხის. აი ეხა შემილია, მე მეორე დაფა ავიღო და ეგეთივე სუფასოვანი სხვა შემადგენლობა დაწერა. ნოდარ შეუძლია აიღოს კიდე მესამე დაწეროს. ვაკ რა ეგ თემა რა. და კომენტატორი ვინ იქნებოდა ამ გუნდის თამაშის? კოტე მახარაძე შეჩება შენ არა. ის რა. შენ არ იქნებოდა. მე არ მაქვს იმისთვის რა. კი გაქვს, კი. შენ ხარ ეგრო. გინდა მიკროფონი გათხოვო რომ წაიყვანო. კომენტატორი ვინ იქნებოდა ამ მატჩის? კომენტატორი ეროსი, კოტე. არა, კომენტატორი არის ყველა ბალეში კი ვიცი დიმახელს გირტყავს მე. კაი, დავწეროთ, მატუკი დავწეროთ. მატუკი ესე. არ უნდა ეს მომენტ მატუკი არის ბებიაში. დავწეროთ. მატუკი? აბა. ეგუთნის, ყველანაირად ეგუთნის. აი, ყურსასმენის გავაკეთე. ყველანაირად. მატუკი აბა. ეგ არის ყურსასმენის დაუხატე. ერთო შეიძლება. კმერთო ჩემო. დღეს გიას მოეწონება ცეცხლზე ჩვენი გადაცემა საერთოდ ვირწითაობა არ ყოფილა. ყველა გადაცემაში უნდა გახსენო, შემოგია. შესანიშნავია. მოკლედ, კარგი შემოდგენობა. ეს ზაპასნოი ხალხი რატო გასა ეხლა ბოლო აკორდი გვაქვს? ბოლო აკორდი. უნდა გამოვიცნოთ. ჩემი ტრისთვის იყოს ბოლო აკორდი, ჩემი. დავიწყეთ ბოლო აკორდი. რა გაცინეს? შენი გაგიჟებული. მეგობრებო, კრისტალ ბეთ ეროვნული ლიგის თამაში. ახალი დაფა და ჩვენი სპონსორია. დიმაუბოლაცე. ასოები უნდა გამოიცნო და ვინ არის უნდა გამოიცნო რა. ამას ფიქრი და არაფერი არ ჭირდება, ინტუიციით უნდა დავიწყოთ. მოკლედ. ნახე რა დაფა მოვიტანე. ჩვენი სპონსორია დიმაუბოლაცე. შენ მოდი ახლა მიხიჭას პატივი უწევ და ამას სხვა დავარქოთ აქ თამაში. რა ჩამოხჩეობა. არა, ნუ ბავშვობის თამაშია. კაი, მიდი. ესე იგი, შესავალი. ფეხბურთელი, რომელიც ვერც თავით თამაშობს და ვერც მარჯვენა ფეხით. დავიწყოთ ასობგერებით. აო თქვა. აძერი არ არის. პირველი ჯოხი. ასათიანი. არ არის. დავწერეთ მაშინ. აბა, არ არის. მოდი რომელი ასობგერაც არ არის, ქვემოთ მივაწერ. გ. არ არის გ. მეორე შეცდომა. აღარ არის გ. გც არ არის. აბა, ასობგერა. ლ. გაჩერდი. რა? თქვას, ლ. აბა, ლ არის. ლ არის? ლ არის. ვისაც ვიც არის ის თამაში. აი, ორი ლ. არის ის ახლა ეს დადეგრე არ არის. ეგეთი შეფასება. ანუ ლ. ორი ლ. ეს სახელია.
კაცო, სახელია თუ რაც არის, ბატონი რეზო გვეტყვის და შენ გაჩერდი. მო? არის. ყოჩა მიხიჭო. სწორად მივდივართ. არის მო. დინდა. კვაკ. და. ი. ხსნის კარტებს. არის. აჰა, არის ლილ ი. და კიდე რა თქმა უნდა გავხსნათ ბოლომდე ბატონო რეზო. თორე ამას მარტო დიმა უციგნური ვერაფერს ვერ გვაქვს. დიმა რა შენ უკან აბა რა წერია? აბა წერე? ო, ვიდი კაცო, ლი სუ აო ჯიგარი გასტა კარტები მესი ლიონელ მესი წააგენო და სურვილი ზო რამე წავაგენო სურვილი წააგეს ბაბო ისახჩო ბიჭო გამოიცნო ზუძუაში სახსო რატო არ არის ზუძუაშვილი თქვენთან ბევრი ხალხი ბიჭო მიხიჭა სახჩო ძალიან დიდი მადლობა ბატონო რეზო გაიყო ლიონელ ეს იქიდან წამოვიღე თქვენ რო თქვით და თავით ხომრობა ბატონო რეზო რა თქმა უნდა რა თქმა უნდა და ეხლა ისტორიული დაფა ჩვენი სპონსორის მეგობრის ნიკორას დაფა სადაც მარკერი მიეცი ლურჯი ოჩა მარკერი პირველად ჩვენ ისტორიულ დაფაზე ლეგენდარული ბატონი რევა ძოძუაშვილის ავტოგრაფი სამახსოვრო სამაგა ძვირფასი გახდა ეს დაფაძმაო კი ბატონო ძალიან დიდი მადლობა ცოტას ნელი მოსაწერია მიხიჭ ბოდიში რა აი პირველი სტუმარია რომელმაც არ თქვა რომ რთული მოსაწერიაო ახე რა სამაგიეროთ შენ არ ხარ ავტორიტეტი ამ შემთხვევაში და გაჩერდი აი აბა მიხი ზოძუაშვილი ნომერი 2 ძალიან დიდი მადლობა მიხი დიდი მადლობა არა ზადვილი ნელა დავიშალოთ აი წარმატებებს გისურვებ ჯანმრთელობას გისურვებ და რა ვიცი და თქვენ ფანატიზმს ვისურვებ რომ ბევრს გადაედოთ საფეხბურთო ფანატიზმი არა ეს ფეხბურთი სიყვარული არა სხვათა შორის მე მინდა აი ჩვენ გულშემატკივარს ვიც გიყურებს იცოდეთ რომ აი ესეთი გადაცემა რასაც დღეს თქვენ გააკეთეთ რაც შეიძლება ხშირი უნდა იყოს ეთი რა მაგ დაწყებული მომიგდეს ყველაფერი რომ მოვდივარ ქუჩაში და დავინახავ რუსული ხალი მოდის მივდივარ და მეუბნები ფეხბურთი არა მეუთხარი ბიჭი ყავს და გოგოთქვა თუ მითხრა ბიჭიო გირთხავს ფეხს მუცელში ნა ფეხბურთი ხო და თუ გინდა რომ მეუთხარი მამის და აი ფეხბურთელი გამოგივიდეთ აკვანში ბურთი ჩოვდებით რომ დაიბა გენაცვალე გაიხარე ვიცი აი ნაღდი და დღემდელი ჩვენი გადაცემა ზუსტად წევი და მაგისკენ ბიჭებო აი ჩვენზე კაი იყავით აი ჩვენზე კაი ჩვენი მაგალითით აი მე ხა ჩვენზე კაი შეიძლება ამან ნოდარაზე კაი ვერ გამოვა ვერავინ არა ერთია როგორ შეიძლება მე ესე იგი გივიჩო ხელი თვალწინ მიდგას ყოველთვის რატო იმიტომ რომ ყველაფერი მაგისგან ვისწავლეთ კაი წარსმების წარსმების მადლობა მოკლედ და აგე პატარა საჩუქარი ჩვენი ამიგო ნიკოლასგან სიმბოლური ეს ამით გემშვიდობებით ყავდა ლეგენდა სტუმრად რევა ზოძუაშვილი პარგემშვიდობებით გამოიწერეთ ჩვენი არხი და შეუბეროთ ერთად და მივიდეთ და წავიდეთ წინ და ყავა შეუბეროთ და წავედი